Merci Υπασόνε να μαγειρεύω. Ოგესალმებით. ეს საქართველო. ეს მისი სადახტო ქალაქი მცხეთა. ჩვენ დღეს აქედან იმ მრავალჟამიერით მოგესალმეთ, რომელიც 1992 წელს ჩავწერთ. ეს ბიჭები, ვინც ახლა თქვენ ეკრანზე ნახეთ, ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. ხო, სამწუხაროდ მიწევს იმის თქმა, რომ წარსულში ვისაუბრო ამ ადამიანებზე, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ბევრი ცოცხალი გმირი ყავს. საბედნიეროდ საქართველოს მეომრები არასოდეს არ დააკვდება. ეს ბიჭები, რომლებსაც ახლა თქვენ უყურებთ, ყველა გმირია, გარდაცვლილებიც და ცოცხლებით. დიახ, ამ ბიჭებს უნდა უმადლოდეს საქართველო დღეს არსებობს. ამ ბიჭების ბრძოლის შედეგია ის, რომ ჩვენ დღეს თუნდაც აქ ამ ულამაზეს ქალაქში, ამ ულამაზეს დარბაზში შევგრიბეთ მილეთის ხალხი და მათთან ერთად ვზეიმოთ. დიახ, ჩვენ აქ ჩვენ წინ ბრძოლას ვაგრძელებთ. მე თუ დამეთანხმებით და თუ დამიჯერებთ, ის ბრძოლა, რასაც აქ ეს ბავშვები აწარმოებენ, არანაკლებ მნიშვნელოვანია. ძვირფასო ემიგრანტებო, როგორც ყოველთვის, ტელეკომპანია ვარსკვლავები თქვენ გიძღვნით ამ ზეიმს. მე ვიცი, რომ თქვენ შორის უამრავი მეომრის დედა, მამა და თავად მეომრების, საქართველოს ომის ვეტერანები, აფხაზეთის და სამაჩაბლოსთვის ომისთვის. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან გენატრებათ საქართველოს. მე ვიცი, რომ თქვენ ყველა ჩვენ სიუჟეტს უყურებთ. და კიდევ ერთხელ მადლობა ძვირფასო ემიგრანტებო, ჯერ პირადად ჩემგან და მერე იმ ხალხისგან, ვისაც ახლა მე ვთხოვრო, მხოლოდ თქვენ მოგიძვნათ ესტაში. ეს ხალხი კი, აი ეს ხალხია ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო და მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება. ჩემო ძვირფასო მაყურებელო, დღეს აქ ამ სცენაზე უამრავი ახალგაზრდა იცეკვებს, იმღერებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თავის საქმეს გააკეთებს აი ამ ბრძოლის ველზე, რადგან განმეორდები აქ ნაწარმოები ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი საქართველოს ღირსეული მომავლისათვის. და ისე ყველა აქ დარბაზშიც ვიცით და თქვენც იცით, სადაც არ უნდა იყო ერთი პატარა დედამიწის რომელ კუთხეშიც. თქვენ იცით მშვიდობის პასი. დიახ, ეს ბიჭები, რომლებიც ახლა თქვენ ნახეთ, მშვიდობისთვის მომავდნენ. ახლა კი მე ამ ბიჭების შვილების ნასაუბრებს მოგასმენებთ. მე ვარ საქართველოს მომავალი. მე აფხაზეთიდან ვარ, ჩვენ დაბრუნდებით. ჩვენ სიყვარულის სარეცელზე ვისურვებდი გაერთიანებულ საქართველოს. მე ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. დასათნოება დაგვანათლა არს თაგამრიგენ. მე ვარ საქართველოს მომავალი. მე საქართველოს მომავალი ვარ. გელაცი ხალხოს დაუმაღლდებოდით ნიკოფსი და მე მიყვარს ჩემი ულამაზესი სამშობლო. მე ვარ საქართველოს მომავალი. საქართველო ოქროსფერი ხარსოცნება და პურის შენი არსობის არის. მე საქართველოს მომავალი ვარ. მე საქართველოს მომავალი ვარ. საქართველო მოკართულობის ელძარღვებში მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მე საქართველოს მომავალი ვარ. მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის თემიშვილი. დედამ თხოვს და ყოფილ ბიჭები აქვს. ჩვენ ალგეთის მგლის ლაკები ვარ. ჯავლი უნდა ვხოთ, ტრისანი. უნდა მოვთივოთ, უნდა ვიკათუნ და გავლეწო. მე საქართველოს მომავალი ვარ. მე საქართველოს მომავალი ვარ. მე საქართველოს მომავალი ვარ.
ეს დამსახურებული ტაში იმ ბიჭებს და გოგონებს, პატარა ქალბატონებს და პატარა ბიჭუნებს, რომლებიც მართლა იმ მეომრის შვილებიც, მიშვილები და შვილიშვილები არიან. მე ბევრი თქვენთაგანის სახეზე ცრემლებს ხედავ. მაპატიეთ, რომ ცრემლით დავიწყეთ დღევანდელი საღამო, მაგრამ ჩვენი ტელეკომპანია ვარსკვლავის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიება და საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების მეგას საორგანიზაციო კომიტეტის მთავარი პრიორიტეტი ბოლო 30 წლის განმავლობაში არიან ეს ბიჭები, არიან მათი შვილები და მათი შვილების და შვილიშვილების იმ სულით აღზრდა, რა სულითაც ალბათ დღეს თქვენ შვილებს ზდით და ამ ალბათს ეს ბავშვები აქ გააბათილებენ ზოგნი ცეკვით, ზოგნი სიმღერით და ზოგნი დაკვით. ეს არის მთელი ჩვენი დღევანდელი ტელემარათონის მიზანი. მადლობა თქვენ მომბრძანებისთვის, მადლობა თქვენ იმისთვის, რომ არსებობთ და მადლობა იმისთვის, რომ ზრდით ღირსეულ შვილებს. ისეთ პატარა ვაჟკაცებს რომ გაიზრდებიან და გოგონები რომ შეუყვარდებათ და ისეთ პატარა გოგონებს ბიჭები რომ შეუყვარდებათ. აი ეს არის საქართველოს მომავალი და მადლობა თქვენ გეგებო, მამებო, ბებიებო და ბაბუებო. ამისთვის. ახლა კი ეს ტრადიცია ჩვენს ყველა ღონისძიებაზე ასე ხდება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. თავისუფლებას დიდება. ძვირფასო სტუმრებო, დღევანდელი ჩვენი ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფი და რა თქმა უნდა, მცხეთის მუნიციპალიტეტის აი ეს შესანიშნავი კულტურის ცენტრი, მისი თანამშრომლები, მათი ხელმძღვანელი გაბდონის შორენა არჯევანიძის სახით, დღეს ჩვენ ერთად უნდა მოგეფეროთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ერთად გიძღვნით ამ ღონისძიებას. ჩვენ ერთად გიზიარებთ იმ პათოსს, რა პათოსითაც დღეს ეს ბავშვები იცეკვებენ. და ალბათ არ დამჭირდება გამეორება ძალიან ხშირად იმის, ან საერთოდ არ დამჭირდება გამეორება, რომ ერთადერთი ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი შვილებისთვის არის ტაში. მე არა, როცა თქვენი შვილები მოვრჩებიან სიმღერას და ცეკვას, აი მათ გადაუხადეთ მადლობა ტაშით და 10,000-ობით ემიგრანტმა ნახოს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ შვილებს მადლობა გადაუხადოთ. იმიტომ რომ ეს ბავშვები იმსახურებენ მადლობას. მადლობას ბევრი რამისთვის და ყველაზე მეტ იმისთვის, რომ ისინი ცეკვავენ ქართულად და ღერიან ქართულად. ამით იმას კი არ ვუყურო, სხვა ენებზე თუ იმღერებენ ეცეკვებენ რამე დანაშაული არა. პრიორიტეტი ყოველთვის ქართულია და ამას ემსახურება ყველა ჩვენი ქორეოგრაფი. მაშასე, დღევანდელი ჩვენი ტელემარათონი გახსნილად გამომიცხადებია. ჩვენი დღევანდელი ტელემარათონის პირველი სტუმრები, თუნდაც მასპინძლები იქნებიან ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანები. ბევრი რამით საინტერესოა მათი ხელმძღვანელი ჩემთვის. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაზეც ვისაუბრე, აი ეს სიტყვები თავის სათითაო მოცეკვავეს ჩაუნერგოს, თავის სათითაო ბავშვს გაუზიაროს და
იცით როგორ ამეცადინოთ ცეკვაში ხაზის გასწორებაში არა მხოლოდ ეს ჩემთვის პირადად მეორე ხარისხოვანი იმ სულის კვეთებაში რასაც მამულიშვილის სული ქვია და სწორედ ასე ნონა ფულაძის ბავშვები მიგრებიან რესტორან და ანსამბლი მამულიშვილი გახსნის ფარსათი გეოგრაფიული მარათონი ესიავას ხელმძღვანელობით მინდა სცენაზე ანსამბლი კოლხი და მათ მიერ შესრულებული მთიელ ქალვაშთა თიულური შემოგვთავაზოთ და გთხოვნასთან იმ სოფლის ბავშვები ჩამოიყვანა ქალბატონმა ნინო ხეინიშვილმა, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არის სოფელი ტაძრისი, როგორი სახელი ქვია, ტაძრისი. სოფელ ტაძრისის ბავშვები არიან და სხვა შორის დიდი ღელა და ის ვერ შევატყე კულისებში, რომ რაღაცა მაინც და მაინც ეთყობოდეთ ამ ბავშვებს ღება, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ პირველს იწერენ და ერთმანეთს მოსავენ. ეს კიდე მეორე უპირატესობაა ქართული ცეკვების და ერთმანეთის დაფასებისა. ხოლო მოდი ახლა ჩვენს ბორჯომელებს, ტაძრისელებს აპლოდისმენტებით შევხვდეთ და ისინი მოვიდიოთ სცენაზე ქალვაშთა აჭარულით. აბა, ვინო ნახოთ ეს ბავშვები როგორ გამოვლენ დღეს სცენას და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენით. ხო თქმა ეს რომ
შეგახსენებთ ძვირფასო ტელემოყურებლებო, დღევანდელი ჩვენი ტელემარათონი საორგანიზაციო კომიტეტის ტელეკომპანია ვარსკვლავის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ულამაზესი კულტურის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. მე კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ქალბატონ შორენ არჯევანიძეს, მცხეთის მერიას და კულტურის სამსახურს განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი ეს გოგო ბიჭები, რომლებიც თქვენს ეკრანებზე ჩანან ახლა, ჩემი საზრით სტიმული და იმედია მომავლის ძლიერი საქართველოსი და ამისთვის აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ თქვენ შვილებს ვიფასო სტუმრებო. მოგზაურები გავაცილეთ სერიდან, ახლა კი აქვე ახლოს ჩვენი გორელები მინდა მოვიწვიო. და სხვა შორის სულ მაინტერესებს ხოლმე როგორი შესრულება აქვს მაგალითად კახელებს, აჭარულის, იმერლებს, თუშულის და ასე შემდეგ. და ახლა ვიხილავთ ქართველების მიერ შესრულებულ აჭარულს. ამ შემთხვევაში ქორეოგრაფიული ანსამბლი შევარდენი იქნება ჩვენი სტუმარი და ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა ქალბატონ დალის და ბატონ ზურაბს. მე ყველა მათგანის მოწვევა მომიწევს დაჯილდოების ცერემონიალის დროს ბონუს და მათ სათითაოდ რა თქმა უნდა გაგაცნობ. ახლა უბრალოდ აპლოდისმენტებით შევეგროვოთ ჩვენს გორელ სტუმრებს ანსამბლი შევარდენი და ხალხო. შეარჩევდით ქართული ქორეოგრაფიის და ფოლკლორის ტელემარათონიო ასე წერია აქ. ანუ რადგან ფოლკლორის წერია, ესე იგი ფოლკლორული ნომრებიც უნდა გქონდეს. ანსამბლი, რომელიც ახლა თქვენს წინაშე გამოვიდა, ეს არის ფოლკლორული ანსამბლი თორდა. მოდი, აპლოდისმენტებით მივესალმოთ ამ შესანიშნავ გოგოებს და აი ეს ქალბატონი ჩვენი უსაყვარლესი ადამიანია. ბევრი მიზეზის გამო არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, რომ მეორე ტელემარათონამდე ვერ მორჩები. თანუნავალაშვილს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო. ძალიან მიყვარს ეს გოგო. ძალიან დიდი ხალია, ძალიან ვაფასებ და მომღერალი არის ეს გოგო. მე რომ მკითხავ და თანუნავალაშვილს მადლობა იმისთვის და ბავშვებო, თქვენ ისეთი პედაგოგი ხართ, უნდა იამაყოთ ამ პედაგოგით, უნდა იამაყოთ იმით, რომ შეგიძლიათ ქართული ფოლკლორის დაკვრა.
ძვირფასო სტუმრებო და ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე უკვე გითხარით კიდევ ერთი ძალიან აიცით როგორი რო დამთავრებ სიმღერას, მე გამოვალ და მე ვიტყვი იმ სიტყვას, რაც ახლა უნდა მეთქვა, გადავწყვიტე რომ ბოლოში ვქვა. ბავშვი, რომელიც პატარა ქალბატონი ახლა გამოვა და იმგერებს, ჩემთვის აღმოჩენა იყო და ჩემი გადაცემისთვის. რატო იყო აღმოჩენა, ამას მე გეტყვით მისი შესრულების შემდეგ და საოცარი ის არის, რომ მე უნდა ვთხოვო მასაც და პედაგოგებიც აქ შეხედან, რომ ძვირფასო მაესტრო, მე მინდა მინუსი ჩამირთოთ და ცოცხლად მინდა ეს ბავშვი ვამღერო. აი ესეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღო. მე კი ჟურნალისტურად ვიქცევ, ხა ცუდი ჟურნალისტი, მაგრამ კიდე კაი ტელეკომპანია ვარსკვლავების ჟურნალისტი ვარ და არა სხვა რამესი, ხო? ამიტომ დადებითად მოვიქცევი მაინც და მინდა რომ უბრალოდ აი ამ პატარა ანგელოზმა კიდევ ერთხელ დამემტკიცოს ის, რაც მე მან ერთხელ დამემტკიცა და როდის და სად, ამას ვიტყვით. ახლა აპლოდისმენტებით უნდა შევეგებოთ პატარა ლიზი ღვარაძეს და მოდი ჩემთან ჩემო ლიზი. ეხლა არ მითხრა ნერვიულობ, თორე გაფიშდები. ცოტას მეც კიდე ნერვიულობ, კაცო, ამდენი ხალხი რომ მიყვებს და მithundet სამდენი. ცოტა არა, საერთოდ არ ინერვიულობ, იმიტომ რომ არაფერი არ გაქვს შენ სანერვიულობ. Thank you.
მოგესალმებას და ახლა კვლავ სტუმრები უნდა მოვიწვიოთ. კახეთი ვახსენე ხა წეგან და ჩვენი კახელი სტუმრები გურჯაანიდან არიან თუ თელავიდან აბა ნახოთ. არ ვიცი. ჩვენი გურჯაანელი სტუმრები იქნებიან ახლა სცენაზე, ფოლკლორული ანსამბლი ჰანგები. თქო შემოგზავნეთ და აპლოდისმენტები შევეგებოთ. სტუდია X სტუდიო და ჩვენი სტუმრები ასეთი როგორი მიდაუდნენ ერთმანეთზე ლამაზი პატარებ. აუ ეს რა ხარება და გოგიას გოგია ჩემი ხმაკაცი. შენ გენაცო რა რამე შემდეგ მივდივარ დასალევად მედაში. მივდივარ? მივდივარ, რამდენი ხილავს ჯა? 100 ოხ რა იყო შეგაც. შეგარგოს, მერთმაში არგოს და ახლა მე თქვენ უნდა დაგითმოთ მიკროფონი. მე უნდა დაგითმოთ ძვირფასო მაესტრო ჩვენ მზადვართ და ხარება და ამე გოგია. გოგონებო ერთი კაცი ხავთ? გაუთხილი გოგონებს. ჩამიბარებია შენთვის. ხო, აუდისმენტები იქ სტუდიოს. Desde
ისტრაში, რომელსაც მე თქვენ ახლა გთხოვთ, მინდა რომ ანსამბლ ივერიას და იმ გარდაცვლილ ბიჭებსაც, რომლებიც სამწუხაროდ ნელ-ნელა მიდიან ამიერ საქართველოდან იმიერ საქართველოში. ქალბატონ ეთერ გაგულიას, ბატონ თემურ ციკლაუს, ბატონ ზურაბ ოიჯაშვილს, ბატონ მამუკა ვონაშვილს, უჩაკ ორძაიას, ზურაბ ვადაჭკორიას, აი ეს ნაში ეკუთვნით ამ ადამიანებს და უამრავ სხვას, რომლებიც აი ამ თაობის სულისკვეთებით არიან გაზრდილი. თაობის, რომლებსაც მოფერება ჭირდება. ხშირად უთქვამს ბატონ თემურ ციკლაუს ჩემთვის, თქვენ იცით, ჩვენ დიდი ხნის და მაგარი მეგობრები ვიყავით. მე როცა ამ ბავშვებს ხედავ სცენაზე, მე წლები მემატება. მე როცა ამ თაობას ვუმღერი, მე სიძლიერე მემატება. თქვენ არ იცით თემოს რამდენი რამე ჰქონდა გადატანილი. ინსულტიდან დაწყებული, ამთავრებული ბოლოს რამაც საგვართო იმ დავამდებით. თქვენ არ იცით თემოს 6 წლის გარდაცვლილი შვილი გიორგის შემდეგ რამხელა სიყვარული გაუათმობდა აი ამ თაობის მიმართ. ის ყველას ისე ეფერებოდა, როგორც საკუთარ გიორგის ეფერებოდა 6 წლამდე. და მოდი კიდევ ერთხელ დაანათლოს ეს ადამიანები უფალმა და აი ამ თაობით არც იყოს ნათლი მომავალი. მადლობა ლუკა. ხო, აი ზუსტად სხვათაშორის ახლა ისეთი ფოლკლორული ანსამბლი უნდა მოვიწიო, ისეთი კაცის ხელმძღვანელობით სცენაზე, რომელიც ზუსტად აი ამ პათოსით ზრდის თავის აღსავსდელებს და ამ სიყვარულს ასწავლის ამ ბავშვებს. ფოლკლორული ანსამბლი გენი მინდა შევეგებოთ ამ უამაზეს მოგობიჯებს და მათი ხელმძღვანელი ჩვენი მეგა ადამიანი, ჩვენი მეგა ბიჭი და მეგა ვარსკვლავი ფანდო, როგორ გამოგაცხადო ხა სახელმწიფო ფანდურატი, ხო? თელი მსოფლიო ფანდურატი გიცხობ, ჩვენი ზურა ფანდურატი და ახლა დაგვიდოებაზე წავდეთ და ახლა ვიხედე ბავშვებს. ეს ფოლკლორული ანსამბლი გენია. Tvirkosო ტელემოგრებლებო, ახლა სცენაზე ცეკვა ლაზური შესრულდება და მას დასი შეასრულებს და უამაზესი ქალბატონის და უკარგესი ადამიანის მეგი ზარქუას დასია და მინდა რომ მივესალმოთ მეგისაც და მის უამაზეს დასსაც. და ეს მო ჩვენ ზადვართ და აბაშენიც. საბუთუ ჩაკაჯუკა ელემელე კისმეთი დუნიას მუდუ არმინონ ორობას განიშმეთი ელემელე კისმეთი სილეჩკი მიგისმეთი მეგრალე მუშელი ნჯო ორობა მიმეთი ელემელე კისმეთი სილეჩკი მიგისმეთი
ხალხი, რომელიც დღეს აი ასეთი აკორდით ასრულებს დღევანდელ ჩვენს ტელემარათონს. საბოლოოდ, ჯერ ძალიან დიდი მადლობა ჩვენი ტელემარათონის სახელით, რა თქმა უნდა და მე დარბაზში მსხვილი ამ 400 ადამიანის სახელით. ძალიან დიდი მადლობა პირადად ჩემი სახელით გაწეული ჟურნალის თქვენს გუნდს, რომელიც აი დღეს მთელი დღე ფაქტურად მთელი საღამო ჩვენს გვერდით არის და შესანიშნავად ასრულებს თავის მოვალეობას. აუცილებლად უნდა გამოვცოთ სიტყვა ვიდრე მიკროფონს. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ნამდვილად შედგა საუკეთესო კონცერტი, საუკეთესო ტელემარათონი და ძალიან კეთილშობილური საქმე. თავად იდეა, კარგი და ამისთვის მადლობა თქვენ ჩითოებს და რა თქმა უნდა ბესოთ თქვენ. გისურვებთ წარმატებებს. ძალიან მომხარული ვარ მე როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი, რომ ხედავ ამდენ პროფესიონალ ადამიანებს, ამდენ ულამაზეს და უსაყვარელეს ბავშვებს და მათ აპლოდისმენტები პირველი. გისურვებთ წარმატებებს და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე. ჩემს გვერდით მინდა რომ ვთქვა ბოლშოვენა ჩვენი პატარა ფონი მოგვეცი ჩემო ლუკა და იმდენად რამდენადაც ამ ბავშვებმა აი ამ ანგელოზების ბავშვებმა დამთავრეს დღევანდელი ღონისძიება ზაზა ესიავას მინდა ხოლო სცენაზე I think it's a lot of shopping. So, Jenny Sanchukrat after this whole historia, Jenny ambassador of the historia. Is Chaiba very good with Jingle, people of the Santa about it. How do I show you? Akwe Kawashele, Rock, People knowing best. Certis Kulturis Centri Mateva, Zagazolos Television Kulturis Academy Dajidovis. სახელმწიფო ცერემონიები 26-ზე. უკვე 26-ზე და ისვისაც ისევ მადლობა უნდა გადაგიხადოთ გამტოჩონა მეგას დაჯილდოებას გვაქვს საუბარი და ვისი სახელით ადროებასა მოგზავნით მე მინდა გაცნობოთ რომ ნომინანტა წლის საუკეთესო ანსამბლის ნომინაციაზე 2025 წლის 1 ნოემბრის მეგას დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეულია ანსამბლი კოლხი. აი ეს არის ოფიციალური აბა მომიტანე შემდეგი და მუსიკა შემომაშველი თორ აბა შოვენა ეს ლამაზესი ბავშვები ეს არის მეგი ზარქუას დასი და მინდა მეგის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. მეგი შემოგვიძახი თუ შეიძლება და პატარა მარტის საჩუქრები მოუზადეთ ჩვენს თავმჯდომარეს. აი ეს მეგი ზარქუას საჩუქრად იქნება სამარტო და სადაზაფხულო. მეგი ეს ჯინგლი ეს ჯინგლი შედა რა თქმა უნდა ესეც ჩემს სტუდიას და შესაბამისად ესეც ჩემს სტუდიას. დიდი მადლობა მეგის. Amigos, Marconovda, ჩემი შევარდენი. რა თქმა უნდა, ბალონი დალი, ბალონი ზურაბი და ბალონი ჯენარი მინდა მოვისმო სცენაზე. ბალონი, ოჯახით, მე კანტონშორე ჩააბარეთ აი ეს ბალონი ზურაბს და მე კი აი ამ სადაზაფხულო საჩუქრით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ბავშვებისთვის, გამოდოდა და ესეც თქვენი კულტურული ჯილდოები და რა თქმა უნდა აგრევსის მოსაწვევი, რომელსაც გვია
მეგას დაჯილდოების ცერემონიის ნომინანტად წლის საუკეთესო ანსამბლის ნომინაციაში თქვენი მოწვევა. მადლობა. აплოდისმენტები ასამშევარებს და ორწმინდა კაიან აплოდისმენტებს. და შემდეგი მოგესმათ რომაულიდან ჩემი უამაზესი ბოროტოვები და ეს არის ქორეოგრაფიული ანსამბლი მერმისი. ჩემო კაცვისელები მინდა მოიწვიოს ენაზე გავდო მინო და გავდო სალონე თორ მოგწადეთ. ისინი უკვე არიან მეგას ჯილდოს ფლოვენი, მათ შარშან უკვე მიიღეს ეს ჯილდო. ახლა კი მარკის საჩუქარი როგორც ხელმძღვანელს მინდა გამოგცემ და შესაბამისად აი ეს მედალიონიც ჩვენი ტელემარათონისგან საჩუქრად თქვენ. ანსამბლი მერმისი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გამოდოს და გამოდოს სალონის, რა შემდეგი მიყვარს. გამოდოს შორენა თქვენი მოსახელეობა მოიწვიოთ, ეს არის ფოლკლორული ანსამბლი ჰანგები და მინდა გამოდოს შორენა მოიწვიოს სცენაზე ფოლკლორული ანსამბლი ჰანგები. თხოვს გამოდოს შორენა და ხო, სერხია პირველად მასე ეს თქვენი ჯილდოების შესაბამისი რაც უკვე გამოვაცხადეთ და ეს კი თქვენი საჩუქარი სამალავო ჩვენია. და ესეც რა თქმა უნდა ბავშვებისთვის დიდი მადლობა ბავშვებო შემდეგი მიკროფონის მადლობა ეს არის ვოკალური ანსამბლი თორდა და თამუნა ალავაშვილება. მოიწვიოს სცენაზე თამუნა საკა და თამუნას ისე ამ სალომარტო შენ პროფესიით და უბრალოდ ჰოროსკოპით მიწადებ და ისა რომ იმ ჩინივარო და აი ეს იმ ჩინი შენ ჩაიგიტანებ შემოთავაზა ქალთა თვეს გიმოცა. დიდი მადლობა ეს ყველაფერი ჯილდოები რა თქმა უნდა შენია შესაბამისად მოგწადე შენი კოლეგა რა თქმა უნდა ეს ჩემი ბრალია მაგრამ მანავჭა ზურა ბარბაკაძე მინდა მოიწვიოს სცენაზე გენიალური ბავშვები და გენიალური უფროსი მათი მოდი ჩემო ზურა მოდი წავდა შენი კუთვნილი ბავშვების პატარა ქალბატონო მოდი შენდანობა ეს მედალიც შენდანობა და ზურა აი ესეთი გენიალური ბავშვებისთვის მე მადლობას ვიტყვი პირადად შენ იმიტომ რომ ვიცი შენი მოღვაწეობის ისტორია ვიცი შენი ისტორია და მიხარია რომ ამ ბავშვებს ასიარებ იმას რაც ქართული და მადლობა ზურა ბარბაკაძეს აი ამისთვის აბა Bravo, ești nada la balare, țara nouă la multe, acolo. Esa e cel care la balere ne vin, la sera se mi dă micro caloroni, nana și cași, caloroni nana, ce mă uitați se laze. Se caloroni șorda, poate bit, alas dos abdomen biat, poate bit se qua, am șor. La gomona. Gomona bit pata, leoț nede. Arasău, să se pata, caloroni nu se zau, se bia arasă. Aba, s-a zădărit, ce nu caloroni, aies Quindi, continuiamo sala a giocare, e se quelli scopi scoprono tutto, lascia savanza e senza fare a vincere. Aba შემდეგი ვიბოდის მანდრომა უნდა. აბა მოვინახოთ. დროული ამის მოკანა. ქორეოგრაფიული ანსამბლი დროული მინდა მოიწვიოს სცენაზე. შეიძლება შეიძლება
გაიბარა წერილი და ორი ხმარი ბავშვი აუცილებლად გავაცნოთ აბა შედეგი მოგის ვარსკვლავი ჩემონება როგორ ვთქვიწერა უკვე ვერტიტი არ ყოფილი რომანტიკა სამართალი ამიტომ მთელი გაზაფხული თქვენია და დღეს პირველი მარტია მინდა მოგლოცოთ უღრმესი მადლობა თქვენ ბატონო ბესო ესეთი შესანიშნავი ღონისძიებისთვის საერთოდ საქართველოში განებივრებული ვართ ღონისძიებებით მაგრამ ესეთი აკადემიური მოსწრება და ესეთი ბავშვების ერთობლიობა დღევანდელ დღეს მე პირველად ვნახე რისთვისაც მადლობას მოგიხდით მშობლებო თქვენ რომ ბავშვებს ასე ხელს უწყობთ მასწავლებლებს ვინც ასე აზიარებს თავის მოსწავლეებს და გვერდში უდგა ასევე ჩემს მშობლებს და ბავშვებს უღრმესი მადლობა დღეს რომ წარმოაჩინეს ჩემი და თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები. უღრმესი მადლობა ბატონ ბესოს. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა ბატონო ბესოს. ასე შესანიშნავად და აკადემიურ დონეზე ხარისხიანად დაორგანიზებული ღონისძიებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქორეოგრაფებისთვის და ასევე ჩვენი მოცეკვავეებისთვის, რომ ყველაფერი სრულყოფილი, დაალაგებული და მოწესრიგებული იყოს. მადლობა ასევე შესანიშნავ ქორეოგრაფებს, რომლებმაც მიიღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა და ძალიან კაი საშუალება მსგავსი ღონისძიებები ჩვენ ქორეოგრაფებმაც რომ გავიცნოთ ერთმანეთი, დაუახლოვდეთ, მოცეკვავეებმა გაიცნონ ერთმანეთი და წარმატებებს გისურვებთ და კიდევ მრავალ ღონისძიებას საინტერესო ჩაგვეტარებინოს ერთად. მადლობა თქვენ. ეს საღამო ეწყვება ქველმოქმედებას ფაქტურად და დღეს ჩვენ მრავალშვილიან დედებს ვეხმარებით და მე ბედნიერი ვარ რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანე, ჩემი სტუდია ფოლკლორი არ არის, ბალეტია, მაგრამ ხელოვნებაა და მე მგონი ყველაზე ელიტარული მეზობლით და დიდი მადლობა აი ამ საღამოს ღონისძიების ხელმძღვანელებს, დიდი მადლობა მშობლებს, რომლებიც მხარში გვიდგანან და აი ასეთ კეთილ საქმეს ვაკეთებთ. წარმატებებს გისურვებთ და გილოცავთ ყველას დამდეგ მარტის დღეს. გაზაფხულსაც, დედის დღეს და ძალიან დიდი მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორს, რომელიც მუდმივად ემსახურება სიკეთეს და ეროვნულ საქმეს და ჩვენც ასე ვთქვათ უკვე გვავალდებულებს გვინდა თუ არ გვინდა ვაკეთოთ ეროვნული საბავშვოს მომავალი თაობისთვის აუცილებელი კარგი ქართული საქმე. მადლობა მას.
უღრმესი მადლობა ბატონო ბესო თქვენ და თქვენ გუნდს ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის, ასეთი ლამაზი სულისკვეთებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის, აი ასეთი კარგი ანსამბლების წარჩინებისთვის, რომ წარსდგენ სცენაზე, აი ესეთი დიდი სიყვარულით, ასეთი დიდი პატრიოტიზმით და მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ ყველა ანსამბლს და პირადად თქვენ და თქვენ გუნდს. უღრმესი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. უღრმესი მადლობა დღევანდელი ღონისძიებისთვის ბატონ ბესოს, რადგან ასეთი ლამაზი საუკეთესო ხელოვნების ზეიმი იყო მართლა დღევანდელი დღე და მინდა გისურვოთ წარმატებები ასევე ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მშობლებს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი ლამაზი დღესთვის. პირველ რიგში თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტელემარათონი შედგა, ძალიან კარგი დღე იყო, ძალიან კარგი კონცერტი ჩატარდა. დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონ ბესოს, ორგანიზატორს ამ ყოველივესი და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვეცდებით, რომ ახალი ცეკები, ახალი ნომრები წარვადგინოთ და ისე და ისე თამამად ვიტყვი, რომ შედგა ტელემარათონი. მოხარული ვარ დღევანდელ დღის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. უღრმესი მადლობა ბატონ ბესო ჩუბინიძეს, რომ ჩავერთეთ საქველმოქმედო მარათონში და მიიღო მონაწილეობა ძალიან ბევრმა ბავშვმა, მათ შორის მშობლებს უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის და დაემომავალი მათი ყოფილიყოს და საქართველოს გაუმარჯოს.